სხვადასხვა წიგნი იწყება უკვე როცა ურჩხული არსებობს. იმდენი რამე ხდება. არ არის სტანდარტული მონსტრის ამბავი. ვინ იქნება კვალიფიცირებული მონსტრად? ბაირონმა თქვა, რომ მოდით შევაჯიბროთო. რამდენად გააზრებული გვაქვს რაღაცის შექმნის პროცესში შედეგებიც. ვინ ხარ შენ თუ არა სხვის ოპოზიტი. კაცობრიობა უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დაიღუპება. ზოგადად საინტერესო არის, რას ვაცოცხლებთ როგორც ადამიანები. როცა ერთ ქვეყანაში არის 22 საუკუნე და მეორეში მე-18, რას ნიშნავს კვალის დატოვება? მაგრამ გილიერმო დელ ტოროც არ არის ეგეთი რეჟისორი. თვითონ ეს წიგნიც გამოსტდა ნელ-ნელა. ღმერთობას რომ მოინდომებ, როგორ დაისჯები. არელი ამას როგორც მკითხველი. სარეცხის მანქანა და მაცივარი მაინც არის ჩვენი მონაპოვარი. ქონდა იმის უნარი, რომ შემყარებოდა ვიღაც. მერი შელის ფრანკენშტეინი. მოგესალმებით ჩვენს YouTube არხმის მინეზე პოდკასტით ერთი წიგნი, სანამ წიგნზე საუბარს დავიწყებთ, მინდა მადლობა უთხრა ჩვენ სპონსორს მთისწყალს, რომელიც ცივი, გემრიელი და ბრომატის გარეშე წყლით გვამარაგებს. და ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს სტუმარს, ახალგაზრდა ლიტერატორს, ფილოლოგიის დოქტორანტს ნუცა ნადირაშვილს და მასთან ვილაპარაკებთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, ცნობილ ტექსტზე მერი შელის ფრანკენშტეინი. ნუცა, რატომ აარჩიე ეს წიგნი სალაპარაკოდ? პირველ რიგში კეთი ბოდიში უნდა შეგისწორო, იმიტომ რომ ფილოლოგიის დოქტორანტი არ ვარ, მაგრამ ვარ ლიტერატურის განათლების და გენდერის კვლევების რაღაც შეერთებული პროექტი არის. ამაზე მუშაობ და ზოგადად ვიკვლევ ქალმწერლებს. უფრო სპეციფიურად რო ვთქვათ, ვიკვლევ ტრანსნაციონალურ ლიტერატურას, ანუ ლიტერატურა, რომელიც ცდება ეროვნულ საზღვრებს, დაწერილია მიგრანტების მიერ, ან უბრალოდ ადამიანების, რომლებიც თვითონ აკრიტიკებენ ნაციონალიზმს და ეროვნების ცნებას, როგორც ასე და ეროვნული ლიტერატურის ცნებას. და ზოგადად ძალიან მაინტერესებს ქალების ლიტერატურა და ქალები როგორც მწერლები. და რადგან ვსწავლობდი ფემინიზმს, გენდერის კვლევები მაქვს დამთავრებული მაგისტრატურაზე, იქ გავიარეთ მერი უოლსტონკრაფტი, რომელიც არის ჩვენი მერი შელის დედა. მერი შელის დედა, დიახ, და დაწერილი აქვს, მგონი ქართულად ითარგმნა ქალთა უფლებების დაცვა. თვითონ რაც აქვს დაწერილი. სადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის პირველი ფემინისტი, რომელმაც ტექსტი ასე დაგვიტოვა ფემინისტური ტექსტი, ხო? კი. და ყოველთვის მაინტერესებდა თვითონ ამ ქალის მოღვაწეობა და მე როგორც შენ იცი, გარდაიცვალა მალევე, ბავშვი რო გააჩინა მერი და მერის ეს მერი შელის ძალიან დაყვება თავის მოღვაწეობაში, ეს დედის ისტორია, მისი წერლობა, მოღვაწეობა როგორც ფემინისტის და მგონია რომ ფრანკენშტაინიც ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ტექსტია იმისთვის, რომ განიხილოს სხვადასხვა, თუნდაც ეს იქნება კულტურული კვლევების მხრიდან, ფემინისტურ ჭრილში, queer ჭრილში, პოსტჰუმანიზმიც არის და ეს რაღაც ძალიან ესეთი არის, რა ქვია, ბევრ რამეს მოიცავს. გარდა ამისა, რომ თანამედროვე აქტუალურ თემებს ეხმარება, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის პირველი, შეიძლება ითქვას, პირველი სამეცნიერო ფანტასტიკა, რომელიც არის ქალის დაწერილი. ეს ქალი ამასთანავე იყო ძალიან ახალგაზრდა, სადღაც 19 წლის იყო და მოდი გავიხსენებ, როგორ დაიწერა საერთოდ როგორი იყო იდეა ამ წიგნის დაწერის, ესე იგი მამაც და დედას, ჩვენს მერი შელის, სანამ პოეტ შელის გაყვებოდა ცოლად, მამაც ყავდა რაღაც პოლიტიკის თეორეტიკოსი, თავისუფალი ურთიერთობების დიდი აპოლოგეტი, დედა უკვე ვახსენეთ, პირველი ფემინისტი ქალი, რომელმაც ნაშრომი დაგვიტოვა ფემინისტური და აი ამ ოჯახში გაზრდილ მერის, რომელსაც ყავდა ორი ნახევარ და მამისგანაც და დედინაცვალს მოყვა ერთი და მეორე აი დედას ყავდა სხვა ქმრისგან. მოკლედ აი ესეთი ოჯახი იყო. ახლანდელი გაგებითაც კი თანამედროვე და არეულ-დარეული, არა ისეთი ტრადიციულ კლასიკურ ბრიტანულ
ბრიტანულ ოჯახში ნამდვილად არ გაზრდილა და როდესაც გათხოვდა და გაყვა პოეტ შელის მოხდა ისე რომ ჟენევის მახლობლად შეიკრიბნენ ბაირონთან და ბაირონს მეგობრები და ბაირონს ჰქონდა ასეთი იდეა რომ ყველას დაეწერა რაღაც საშინელებათა ამბავი. ან რაიმე ამბავი, რადგან უნდა გავიხსენოთ კონტექსტიც, რომ ეს არის 1816 წელი და ამ წელს იყო ეგრეთ წოდებული რაღაც ცივი ზამთარი, ცივი წლები, ეს იყო რაღაც ბუნებრივი კატაკლიზმა, რომელიც გამოწვეული იყო ინდონეზიაზე დიდი ვულკანის ამოფრქვევით და აი ამ ვულკანის ამოფრქვევით, რომელიც ერთი წლით ადრე მოხდა, მერე წამოიღო ევროპისკენ და რაღაც საოცარი საშინელი აი ამ ამინდმა და აი ამ საშინელი სიცივეებმა და არაბუნებრივმა სიტუაციამ ხელი შეუწყო იმას, რომ დაწერილიყო, ყველა ჩაკეტილიყო და იქ შემოგრჩა პოლიდორის, ასევე მათი მეგობრის ვამპირი, ასეთივე ცნობილი ტექსტი და მერიშეს ბაირონს და თვითონ პიტერ შელის არაფერი ისეთი არ დაუწერიათ, ხო, მნიშვნელოვანი ორი მთავარი ტექსტი დაიწერა ამ ჩაკეტილ ვილაში, ეს არის ფრანკენშტაინი და ეს არის ვამპირი. და აი ეს ახალგაზრდა გოგო ძალიან სწორად შენიშნა ეს დედის აჩრდილი, დედის ტექსტების წაკითხვა, მამა არ გამოდგა მთლად ისეთი სიტყვის კაცი, ესე კი თქადაგებდა თეორიულად თავისუფალ ურთიერთობის, მაგრამ თავის შვილი არ შეუშვა სახლში რომ გაიგო რომ ცოლიან კაცთან ქონდა რომანი. და დაიწერა ეს რომანი და სხვა შეცდომი თვითონ ამ ურჩხულს ეძახდნენ ხოლმე ფრანკენშტაინს, ეს არის ვიქტორ ფრანკენშტაინი არის ადამიანი, რომელმაც ურჩხული შექმნა. და თუ გადავხედავთ ჩვენ აი ამ მაშინდელ კონტექსტს იმ ხრივაც რომ მეცნიერებაში სხვა მიღწევები იყო, რაღაც გალვანიზაციის პროცესი იყო მაშინ აღმოჩენილი, ნახავთ რომ ეს იდეა თავში ტყუილად არ მოვიდა. ძალიან ლოგიკური იყო, ხო? უბრალოდ ჩვენ ვამაყობთ რომ ახალგაზრდა გოგომ დაგვიტოვა ასეთი. კი და თავის ცხოვრებიდან გამომდინარეც წერს ჩემი აზრით და ალბათ ბევრი მკვლევარის აზრითაც რომ ცოტა რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა თვითონაც შვილი, რომელიც იყო თვის, ხო? და ზოგადად ეს რაღაც ბურუსი და ცოტა darkness დაყვებოდა თან და მგონია რომ პერსი შელისთან ურთიერთობისგან გამომდინარე მოხდა ის რომ ეს დაწერა შეძლო ამ იმის, იმიტომ რომ მე თუ სწორად მახსოვს იქ ბაირონმა თქვა რომ მოდით შევეჯიბროთო. ხო. და კი, და კარგადაც შეეჯიბრო. ხო, კარგადაც შეეჯიბრნენ. მე ძალიან სასაცილო ვარ რომ მოდი შევეჯიბროთ ვინ უფრო კარგ მოთხრობას დაწერს და მე თუ სწორად მახსოვს დაწერა მოთხრობა ფრანკენშტაინის და მერე პერსი შელი მუთხრა რომ განავრცე. უნდა პერსი შელი მუთხრა რომ ეს უნდა გახდეს რომანი, ანუ მოთხრობისთვის. და თან აი ეს რომანი როცა გამოიცა ვიღაცებს საერთოდ არ უნდათ ყურადღების მიქცევა და ვიღაცები ამბობდნენ რომ ქმარმა დაუწერა, თვითონ ვერ დაწერდა. აი ასეთი სტერეოტიპი, რომელიც ალბათ სულ დაყვებათ ქალებს, რომ თვითონ როგორ გააკეთებდნენ რამეს, რომ ეს არ იყო მისი დაწერილი. და თავიდან დიდად პოპულარულიც არ იყო, სანამ არ დაიდგა და ნუ მე ეხლა როგორი პოპულარულია, უკვე აღარ ვიტყვი, ხალხო ისე იცოდეთ, რომ არც ერთი ეკრანიზაცია არ გავს ტექსტს. ანუ არც ერთი ეკრანიზაცია არ მიყვება ზუსტად ტექსტს, თუმცა ეს არ ნიშნავს, მე არ ვემხრობი იმ მოსაზრებას, რომ მაინდა-მაინც უნდა აიღო და როგორც წერია, ასე როგორც გინდა ისე გააკეთე, მაგრამ იცოდეთ, რომ ნახვა არ არის შინაარსის ცოდნა, ხო ასეა? კი, ნამდვილად, ახლა ძალიან აქტუალურია ეს ტექსტი, იმიტომ რომ გილერმო დელ ტოროს ფილმი გამოვიდა, როგორც ჩვენ ვთქვით, ფრანკენშტაინი, რომელიც არის აი ძალიან განსხვავდება წიგნისგან, ჩემი აზრით და ეს წიგნი 300 გვერდია, მეტი არ არის მოკლე წიგნია, მაგრამ იმდენად ჩამთრევია და ისე სწრაფად იკითხება, ისეთ საინტერესოა და იმდენი რამე ხდება. ხო, იმდენი რამე ხდება და ამ დროს ჩემი აზრით ეს ახალი ფილმი ძალიან მოსაბეზრებელი საყურებელი იყო და მგონია რომ იმიტომ არის ეს რომ რაღაც სხვა რაღაცებზე ხდება იქ კონცენტრირება, აქცენტები. ჩემთვის მერი შელის ფრანკენშტაინი არ არის სტანდარტული მონსტრის ამბავი, ან ურჩხულის ამბავი, რომ აი როგორც ბლოკბასტერის ასეთი ამერიკულის და მე მგონია რომ ეკრანიზაცია ყოველთვის ამას ცდილობს, რომ რაღაც
ისე გამოიყვანოს როგორც აი Godzilla ან რაღაც კი, მაგრამ გილერმო დელ ტოროც არ არის ეგეთი რეჟისორი, არ არის ხოლმე შემჩნეული ამ ბლოკბასტერიზაციაში, მაგრამ მას თავისი წარმოდგენა აქვს სანახაობასა და კონცეფციაზე, რაც ფრანკენშტაინშია. სამდიში ეს არის შემქმნელისა და შემოქმედის დაპირისპირება, ურთიერთობა და პასუხისმგებლობა, ხო, იმაზე, რასაც ჩვენ გვქნით, რომ მე ესე უყურადღებოთ არ მივაგდოთ და არ გამოგვეკიდოს, ეხლა ჩემთვის ქალიც გააკეთეო. როგორ ფიქრობ, რატომ დარჩა ეს ტექსტი აქტუალური ამდენი წელი, ხო? აი 2 საუკუნე გავიდა მეტი. მე როგორც ვიცი, თავიდან გამოცემის დროს 1816 წელს თუ 17 წელს, როცა გამოქვეყნდა, არ იყო ეგეთი პოპულარული. რომანტიკოსები კითხულობდნენ, ალბათ, ეს პოეტები, პერსი შელი, ბაირონი, კოლრიჯი. მაგრამ უფრო პოპულარული გახდა მე-20 საუკუნეში, როცა მე-19-ის ბოლოს. ხო. როცა ფემინისტებმა დაიწყეს საუბარი ამ ტექსტზე, როგორც რაღაც მასალა, რომ აიხსნათ, თქვათ, ქალის როლი სოციუმში, ბავშვის ყოლის პროცესი, თუნდაც ესაუბრათ ამ გასხვავებაზე ადამიანის ან ჯგუფის და ზოგადად აი მართლა რაღაცის შექმნაზე, ხო, ან საბოლოოდ ისევ ეს წიგნიც იმას წერაზე არის, ხო, რომ რაღაცას წერ, ქმნი წიგნს და მე უნდა დაფიქრდე, რომ აი რა გავაკეთე ახლა რა მივეცი სამყაროს, რომ მართლა არ გამოგეკიდოს უკან. კი, ყველა ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად თავის პროფესიით დემიურგია უნდა არ უნდა და რაღაცას ქმნის, არის ხო, არ გამოგეკიდოს. თან მით უმეტეს მერი შელის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, როგორ 4 შვილიდან 3 დაეღუპა და ეს რა თქმა უნდა ქალის ფსიქიკაზე უბრალოდ მაშინ არ იყო ეს ასეთი კვლევა და ახსნა ქალის პოსტსამშობიარო დეპრესიების და მით უმეტეს პერსი შელის აქციელით გამოწვეული სხვადასხვა ტრავმების, მაგრამ მან დაგვიტოვა თავისი ურჩხულისგან, ვიქტორის ურჩხულისგან განსხვავებით წიგნი, რომელიც აი ესე დღემდე იწვევს ნებათაღელვას, ხო? და დრო მოვაშოროთ რაღაც იდეოლოგიური, ფემინისტური თუ სხვა იდეოლოგიური მომენტები, ჩვენ ვნახავთ, რომ ეს არის პირველ რიგში წიგნი იმაზე, რამდენად გააზრებული გვაქვს რაღაცის შექმნის პროცესში მისი შედეგებიც და მერე რა ვუყოთ არ ვიცით და რამდენად ფობიები მოქმედებს ადამიანის ცხოვრებაზე. რატო იყენებენ? აი იგივე რატო იყო ეს თქვა ფემინისტებისთვის საინტერესო, ხო? იმიტომ რომ ეს ურჩხულიც არის მეტაფორა განსხვავებულის. აი ამაზე რომ კი, ანუ ეს რაღაც ოპოზიცია და თან გაიგივება შენი თავის და სხვის. ეს ფილოსოფიაში ყველაზე დიდი საკითხია ალბათ და ფემინისტებისთვისაც, პოსტმოდერნისტებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვინ ხარ შენ თუ არა სხვის ოპოზიტი, ანუ რა განსხვავებული. და რა არის შენი ჯგუფი, ეს იქნება ეროვნული, ეთნიკური, ოჯახი, თუ არ დაინახავ ამას ოპოზიციაში რაღაცა სხვასთან. და გარიყავ ამ სხვას. და მგონია რომ ამიტომაც იყო მათთვის საინტერესო ახლა თუნდაც queer კვლევარებისთვისაც ამიტომ არის საინტერესო disability ვინც თქვა შიშიმი პირების უფლებებზე მუშაობს ამათთვისაც იმიტომ არის საინტერესო რომ ეს ჯგუფები ზოგადად ვრის უფლებისთვისაც იბრძოდნენ ფემინისტები ძალიან კარგად ხედავს თავის თავს ამ წიგნში და რაც თავი არ არის მაგალითად არ შეიძლება ითქვას რომ ქალი არის მონსტრი და ეს ურჩხული და ვიქტორია არის თქო კაცი. ესე ზოგადად რაღაც მეტაფორა რო დავადოთ, უფრო არის ის რომ რაც არ უნდა შენგან გარიყო ეს აბჯექტ კრისტევასი რაც არის რომ აი რაც გეზიზღება და რაც არ გინდა და რასაც შენ უშნოდ და ურჩხულად თვლი, მაინც შენი ნაწილია ბოლოს და მგონია რომ რავი დღევანდელ
პოლიტიკას, თუნდაც გეოპოლიტიკას, საქართველოს ამბებს, საერთაშორისო ამბებს ძალიან შესაბამება ეს იდეა, რომ რაც არ უნდა გვინდოდეს, რომ ჩვენ ვიღაცას დავაბრალოთ, რომ ეს არის ყველაზე საშინელება, ყველაზე ცუდი. ყველაფერი არის მისი ბრალია, scapegoat ქართულად არ გვაქვს გონი ეგ ტერმინოლოგია, მაგრამ აი ეს რომ აი ოღონდეს წავიდეს, როგორც ახლა თქვათ გერმანიაში 40-იან წლებში, ხო? ანუ ჩვენ იმით ვიქმნებით, რომ ამის ოპოზიციაში ვდგავართ. ანუ ვიქტორ ფრანკენშტაინიც მარტო იმიტომ არის ვიქტორ ფრანკენშტაინი, რომ ამ ეს ურჩული გამოიგონა. ეს ურჩული ქმნის მასაც. სანამ ამ სხვადასხვა წიგნი იწყება უკვე როცა ურჩული არსებობს. კი, ეს იწყება, რა თქმა უნდა, წერილებით, სადაც გებულობთ, რომ აი იმ რაღაც არხანგელსკის და რაღაც რუსეთის ტერიტორიაც როდესაც არ არის შემთხვევით, ეხლა ამ გადასახედიდან ვხურობ, რა თქმა უნდა. ხო, აი არქტიკის კვლევის პირობებში და ნუ თავის ამბავს თხრობას სტრუქტურულად ძალიან სწორად არის დაალაგებული, იწყება წერილებით, როგორ შეხვდა მეცნიერი ფრანკენშტაინს, რომელიც უყვება ურჩხული როგორ გამოიგონა და ისიც თვითონ მაშინ იყო ძალიან ახალგაზრდა კვლევარი, რომელიც პასუხისმგებელია აი ამ ფობიის გამოგონების თუ მეტაფორულად შევხედავთ. ხო თვითონ მოიგონა ურჩხული, რომელსაც ეს მაშინ რა თქმა უნდა ასე არ იყო ჩაფიქრებული. ეს იყო მაშინ ეს ეხმაურებოდა მაშინდელ კონტექსტს, როცა მართლა არსებობდა მოსაზრება, რომ დენს თუ შეუერთებ ელექტროობას კუნთებს ის რომ მოძრაობს, ეგონათ რომ ამით ადამიანის გაცოცხლება იყო შესაძლებელი. დიდი ჭიდილი იყო აი რელიგიურ მეცნიერული და ჯერ არ იყო ბოლომდე ყველაფერი სწავლი, მაგრამ დაწყებული იყო და ეს მაგრამ მე ამ ნიშნულობებს და მეტაფორულობას რა თქმა უნდა იძენს დროთა განმავლობაში როგორც თვითონ მონსტრი როგორც თვითონ მონსტრი როგორც ყველა წიგნი ანუ რაც არ უნდა ახლა დაგვიტოვა ტექსტი რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო დასაკითხია და განვიხილავთ კვლევარებით და უბრალოდ კითხველებით და ლიტერატურაში ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მაგრამ მაინც ანუ თვითონ ეს წიგნიც გამონსტრდა ნელ-ნელა, ხო, თუნდაც ის რომ ფრანკენშტაინს ვეძახით მონსტრს. ანუ ბოლომდე ვერანაირად ვერ გააკონტროლებდა მერიშელი იმას თუ ეს წიგნი რად გადაიქცეოდა, თქვა 21 საუკუნეში, რას გამოეხმაურებოდა. ეს უნდა დაივიწყოს ყველა მწერალმა. როგორც კი ბოლო ფურცელი იწერება და გამომცემლობაში მიდის წიგნი, ის აღარ ეკუთვნის ავტორს და ის აღარ არის შეიძლება პასუხისმგებელი არის რაც გამოუშვა იმაზე, მაგრამ ვეღარ გააკონტროლებს ამას, ხო? როგორც შვილს. და ჩემს ძალიან საინტერესოა ეს იდეა, რომ აი რაღაცას ქმნი, თუნდაც ეს იყოს წიგნი, თუნდაც ეს იყოს ბავშვი, თუნდაც ну am ვიქტორს არ შეეძლო რომ თვითონ დაებადა ახლა შვილი, ამიტომ იყო კაცი და ამიტომაც მოიფიქრა რომ გაიცოცხლებინა რაღაც რაც არ იყო ცოცხალი და რატო არ შეეძლო? ну შეეძლო ახლა ელიზაბეთთან ერთად თავის რომელიც პირველ გამოცემაში ხოთშორის იყო ბიძაშვილი და მე გადაკეთდა მეორე გამოცემაში შეფარებულ ბავშვად შილობილად ხო ზოგადად საინტერესო არის რას ვაცოცხლებთ როგორც ადამიანები და შემდეგ საუკუნეების შემდეგაც როგორი ეფექტი აქვს ამ ყველაფერს და თუნდაც ის რომ აი დღეს AI-ზე უცებ რაღაცა ვთქვათ, ანუ ეს პროგრესისთვის და წინსვლა ოღონდ წინსვლა იყოს და სხვა არაფერი არ გაინტერესებს. ანუ ეს ტექნიკური, მეცნიერული წინსვლები, ანუ რა მოყვება ამ ყველაფერს რა შედეგი აქვს არის ეს კაცობრიობის კარგი თუ ცუდი ამაზე საერთოდ არ დაფიქრება როგორც ხდება ხოლმე ზოგადად. კი, მაგრამ ნახეთ ყოველი ინდუსტრიული რევოლუციის დროს რომელიც არ უნდა ყოფილიყო და ეხა წესითა ეს ხელოვნური ინტელექტი წესით მეოთხე თუ მეხუთე გამოდის სულ იყო შიში რომ აი ხო დავიღუპებით, მაგრამ კაცობრიობა უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დაიღუპება. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ დარჩენილი გვაქვს რაღაც განსაზღვრული მილიონი წლებით, ისევე როგორც ჩაქრება მზეც, ჩვენ ამაში შეგვიძლია ოდნავ რაღაც ფაქტორი ვიყოთ, ჩვენ ამას არ ვწყვეთ, ასე რომ პროგრესი, რასაც პროგრესი მოგვიტანს, უბრალოდ ჩვენ ამ იარაღს როგორ გამოვიყენებთ, პროგრესზე უარს კი არ ვამბობთ.
ზუსტად ისეთივე მიდგომა მაქვს მე პირადად, როგორც დანის მიმართ. ხა ხალხს დავჭრი თუ ადამიანს ეს ჩემი ინტელექტის, სინდისის და ფუნქციურობის გათვალისწინების ამბავია, ხო? მაგრამ თავისთავად ხელოვნური ინტელექტმა შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი შეუმსუბუქოს, მაგრამ შეიძლება გამოდგეს დიდი ბოროტებაც, განსხვავებით მაგალითად იარაღისგან, რომელიც ყველა შემთხვევაში მოსაკლავად არის გამოგონებული. ამიტომ ეს შიშებიც ბუნებრივი მგონია, რაც ახლა არის. მეტი დაფიქრება იმაზე, რასაც ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, მაგრამ პროგრესი არის გარდაუვალი, უბრალოდ ჩვენ ამ პროგრესთან ადაპტაციის, გააზრებისა და ამის სხვაზე მორგების ამბავი გვაქვს გასააზრებელი. ამას ჩამთან, როცა ერთ ქვეყანაში არის 22 საუკუნე და მეორეში მე-18, აი იქ ხდება ძალიან დიდი კონფლიქტი. როცა შენ ფიქრობ, როგორ შეისწავლო, თქვა, სხვა პლანეტები, რომ თუ რაღაც დედამიწაზე მორჩება, იქ გადახვიდე და ამასობაში ვიღაც ტანკს ქოქავს და სხვა ქვეყანა შედის. ძალიან რთულია იქ რაიმე საერთო კაცობრიობით ღირებულებებზე საუბარი. და მაინც გვაქვს საერთო რესურსები, ამიტომ რაში ჩავდებს ამ რესურსებს, ძალიან მნიშვნელოვანია. მე მესმის თქვენ რასაც ამბობთ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ აი თუნდაც მერიშელიც წერს, რომ აი რო არ ყოფილიყო ის დაუფიქრებლობა პროგრესისთვის, თქვათ ამერიკას ნელ-ნელა აითვისებდა ევროპელი, ხო? ამაზე წერს, რომ კოლუმბი არ ჩავიდოდა, თქვათ გენოციდი არ მოხდებოდა, რომ არ ყოფილიყო ეს რაღაც მისწრაფება, რომ აი ოღონდ ჩემს მივაღწიო და რაღაც კვალი დავტოვო სამყაროზე და იმაზე ფიქრი თუ რას ნიშნავს კვალის დატოვება, ვისთვის ვქმნით, რასაც ვქმნით, ვისთვის არის პროგრესი ერთი და იგივე, შეიძლება ჩემთვის სულ სხვა რაღაცა იყოს და რავი, ილონ მასკისთვის სულ სხვა რაღაცა იყოს, ხო, ეს მაგალითად რომ მოვიყვანოთ. მაგალითად მახსოვს Firestone ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ფემინისტი, რომელიც წერდა ინდუსტრიულ რევოლუციაზე. და წერდა, რომ ესო ქალებისთვის იქნებაო აი საოცარი აღმოჩენაო და საოცარი პროგრესი, იმიტომ რომ უფრო ნაკლები სამუშაო დაგჭირდება, ანუ გაგვიადვილებს ყოველდღიურ ცხოვრებას, ადამიანი იმუშავებს კვირაში 3 დღე და არჩევს გააკეთებენ ეს მანქანები, რასაც გამოვიგონთ ასე. ნუ ეს არ მოხდა რეალურად. ადამიანის შრომა რაღაც გაიზარდა. მაინც ჩვენებს ხედავთ ორი ქალი და ლაპარაკობთ წიგნებზე და თავად მერიშელისა წერის უფლება რომ მიეც, ეს მაინც არის კაცობრიობის მონაპოვარი და პროგრესის მონაპოვარი. ჩვენ არავინ დამიჯერე უფლებას არ მოგცემდა, ეხლა წიგნზე გვესაუბრა, რომ დარჩენილიყო ის ძველი რაღაცა გაგება შუა საუკუნეებრივი, რომ ხალი არათუ წიგნთან და განათლებასთან, საერთოდ რელიგიასთანაც არ უნდა მიეკარო, იმიტომ რომ ვერაფერს გაიგებს. ასე რომ ჩვენ პროგრესმა მოგვიტანა, რა თქმა უნდა, ჩვენი ბენეფიტები, თავარი ამას როგორ გამოვიყენებთ შემდგომში, ხო? და თან და წიგნის წერის დროს აი საკუთარი ოთახი რო ქონდეს ვირჯინია ვულფი როგორც ამბობდა, ხო? ესეც არის კაცობრიობის მონაპოვარი. ნამდვილად მე-20 საუკუნის პირველ ნახევრამდე ქალი აღიქმებოდა რაღაცა მანქანად, რომელიც შობს. აქედან მერე აცრის გამოგონებამდე 90% შვილების უკვდება, ამის გამოც და ბევრი სხვა რაღაცის გამო არის უბედური კვდება ადრე და თავს ვერ პოულობს, ასე რომ ხო, რაღაცები მაინც უკეთესობისკენ შეიცვალა, თუნდაც ტექნიკური სარეცხის მანქანა და მაცივარი მაინც არის ჩვენი მონაპოვარი. ჩვენ დრო მოვიპარეთ ამით კაცების გამოგონილი ტექნოლოგიური პროგრესით, ჩვენ მოგვეცა მეტი დრო. მაგრამ მოდი ტექსტს ძალიან არ გავცდეთ, ხო და ვისაუბროთ ისევ ფრანკენშტაინზე, როგორც აი ამ მონსტრზე, რომელიც ბევრნაირ მეტაფორად შეგვიძლია რომ აღვიქვათ. ხო, აი მე ვფიქრობდი მაგალითად ძალიან ბევრი კავშირის გავლება, პარალელის გავლება შეიძლება. მაგალითად თქვათ ფრანკენშტაინი როგორც კი გარბის მონსტრს შექმნის, გააცოცხლებს და მიტის. რაც ძალიან საინტერესო მომენტი არის, იმიტომ რომ რაღაც არელი ამას როგორც კითხველი. მეც მქონდა ის, როცა პირველად წავიკითხე, სადაც წავიდა. კაცო ესე შექმენი და მიატოვე, რანაირად იქცევა ეს კაცი. თან რო ფიქრობს, რომ
ყველაფერი კარგად დაბრუნდა და აღარ არის ის მონსტრი, მორჩა, ეს აქ დამთავრდა, ყველაფერი კარგად არის, ესე იგი კარგად დასრულდა მისი ეს ექსპერიმენტი. მაგრამ რომ ირბისთან, მე ეს ურჩხულიც მოდის მისი ბინიდან და პირველად მე მგონი ერთ-ერთ ფრანგ ოჯახს გაიცნობს, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და თავის თავს რაღაცნაირად აკავშირებს ამ ოჯახთან. ოჯახი, რომელიც ნელ-ნელა ხვდება, რომ ეს ოჯახი ძალიან ღარიბია, სიღარიბეში ცხოვრობენ, რომ ეს ოჯახი ფრანგები არიან, მაგრამ გერმანიაში არიან, ან აქ უკვე ეთნიკური უცხოობაც შემოდის. თუნდაც იქ ისწავლის, რომ ქალი და კაცი არსებობს, სქესზე პირველად იქ გაიგებს და ამასაც მიხვდება, რომ რაღაცა განსხვავება აქაც არის. მილტონის ტექსტს რო ნახავს და ასე შემდეგ. ხო, რაღაც სამყაროს შეცნობა როგორ ხდება ძალიან საინტერესოა. და თუნდაც ეს საფი, რომელიც შემოდის, რომელიც არის, მე მგონი, თურქეთიდან, თურქი მამა ყავს. და ამასთანაც თავისთავად ძალიან აიგივებს, ამბობს, რომ მე და საფი ერთად ვსწავლობთ ფრანგულს. და მე ცოტა უკეთესი ვარ, მე უფრო სწრაფად ვსწავლობ. მე უფრო გამომდის და ჩემი აზრით ეს ძალიან სპეციალურად აკეთებს ამას შელი და ძალიან განზრახ წერს ამას, რომ აიგივებს მონსტრს სხვადასხვა, თუნდაც ეთნიკური, კლასობრივი, გენდერული რაღაც უმცირესობების წარმომადგენლებთან, ხო? ფრანკენშტაინი იგივდება არაბ ქალთან. თავად ცდილობს ხვდება რომ განსხვავებულია და ცდილობს აი ამ განსხვავებულობაში საკუთარი იდენტობის პოვნა სხვადასხვა ძალიან კარგად აქვს ეს როგორც წერალს გაკეთება როგორც ცდილობს საკუთარი თავი რომელიმე უმცირესობაში მაინც აღმოაჩინოს და ბოლოს როგორ ხვდება რომ აი უბრალოდ გონია რომ მარტოსულობის წამალი შეიძლება იყოს პარტნიორი ხო რომელიც იგივენაირად უშნოა როგორც თვითონ კი და აი აქ შემოდის ამის მრავალმხრივი ინტერპრეტაცია შეიძლება ასევე როგორ ფიქრობ როდესაც ვიქტორ ფრანკენშტაინი ისევ ცდილობს თავიდან ეს ქალი გააკეთოს და მერე უცებ ხვდება რომ აი შეიძლება ძალიან ბევრი ასეთი გამრავლდეს აქ რისი შეკავება არის ეს რისი გადაფიქრება ასე ვთქვათ ხო ჩემთვის ეს ძალიან საინტერესოა რომ ის აკავებს ბოლოს იმასაც ფიქრობს რომ შეიძლება ვთქვათ ეს ქალი მონსტრურჩხული შექმნას გააცოცხლოს და მერე ამ ქალმა უჩხუბმა თქვას რომ მე არ მინდა თქვათ კაცთან მე მინდა ჩემი თვიყო ან მე ბოროტი ვარ და სიბორტოს ჩავიდენ და უბრალოდ წავალ და ხალხს მოვკლავ მაგრამ საბოლოოდ რაც გადაწყვეტინებს რომ არა მე არ შევქმნი ამას და ისევ შლის ამ სხეულს არის ის რომ ეშინია არ გამრავლდნენ რაც ნუ ძალიან ბევრ რამეზე შეგვიძლია გადავიდოთ მეტაფორად როგორც აი ხარ თქვათ მაგალითები რომ მოვიყვანო ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან დიდი ხანი იყო ეგეთი კანონად არ იყო დაწესებული მაგრამ ესეთი ჩვევა ჰქონდათ რომ როცა აბორიგენი ამერიკელი ქალები მიდიოდნენ ექიმებთან ისინი უკეთებდნენ კასტრაციას სტერილიზაციას რომ არ გამრავლებულიყვნენ. ანუ ეს შიში რომ რაღაცა ჯგუფი რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, მე არა, მაგრამ ნუ ზოგადად სისტემას მიაჩნია არაბუნებრივად ან პირიქით ზედმეტად ბუნებასთან ახლოს ან არ ჯდება მათ რაღაც ფორმატებში და ნორმებში უნდა განადგურდეს, იმიტომ რომ მე არ გამრავლდეს. მაშინ მითხარი რატო ნერვიულობენ გეებზე რომ არ გამრავლდებიან და ამიტომ არის ისა ცუდი. ანუ რაღაც ერთ-ერთ არგუმენტად თქოს რომ აი არ გამრავლდებიან და ცუდია კაცობრიობისთვის. ეს რა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე თუ კიდევ რაღაც სხვასთან? ესაც საინტერესოა. მე არის ესეთი ფილოსოფოსი ქვია ლი ეიდელმენ, რომელსაც დაწერილი აქვს წიგნი სახელად No Future. და იქ საუბრობს იმაზე, რომ ზოგადად ჩვენ როგორც კაცობრიობას გვაქვს ტენდენცია ვინერვიულოთ მომავალ ბავშვზე.
ბავშვი რომელიც არ არსებობს და არასდროს არ იარსებებს, მაგრამ ყოველთვის მომავალშია. და რომ ეს ბავშვი არ განადგურდეს, ეს ბავშვი ამ ბავშვს რაღაც უცნაური ფიქრები არ გაუჩნდეს, ნორმებიდან არ ამომვარდეს, რომ რა ნორმებიც დაწესებული გვაქვს, ამიტომ დღევანდელ დღეს უნდა შეუმციროთ უფლებები იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე ცოცხლები არიან, რომლებიც დღეს არსებობენ. ან ეს ყველაზე აშკარა არის, როცა ვუყურებთ queer თემის წარმომადგენლებს, ხო, რომ ანუ ვეუბნებით, რომ აი მომავალში, აი ვიღაცა ბავშვი, რომელიც ახლა არ არსებობს, აი შენ ნერვიულობ, რომ ვერ გამრავლდები. ხო, შენ ვერ გამრავლდები და თუ შენ გააგრძელებ არსებობას და მე მოგცემ უფლებას, რომ შენ გამოხვიდე საზოგადოებაში და იყო როგორც ხარ, მე მეშინია, რომ ვიღაცის შვილი ოდესმე რო დაიბადება, ის დაგინახავს და რაღაცნაირად ის გაფუჭდება, როგორც ადამიანი. იმიტომ რომ როგორც წესი, ბავშვი არის ყველაზე კარგი ინსტრუმენტი სპეკულაციებისთვის, რომ ბავშვებისთვის ზრუნავ, ბავშვებს მე მახსოვს ჩემი სერიალის გამოსაჩივარი რო დაწერეს ერთხელ იყო, რომ აი ბავშვს ყნის ჩემსას, ესეთი საჩივარი იყო, ერთ-ერთი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრის საჩივარი, რომ სერიალით ირყნება მისი შვილი, რომელიც როცა ვიკითხე აი ამ გარჩევაზე რამდენი წლის იყო 1 წლის. და საერთოდ რატო იყო 1 წლის ბავშვი ტელევიზორთან და საერთოდ რას გაიგებდა რომ ჩდარიყო და სულ ეს იყო ფარი ან თვითონ ვერ იტყოდა რომ მე დედიკაცი ვარ მაგრამ შეიძლება გამრყვნას სერიალმა ამიტომ ის რა თქმა უნდა ბავშვი არის წინ ფარი ძალიან კარგი ასეთ შემთხვევებში და ალბათ ეს ტექსტი კიდევ იმით არის კარგი რომ ძალიან ბევრნაირი ინტერპრეტაცია შეიძლება ახლა მე გისმენ და ვხვდები რომ საკუთარი კვლევის ფარგლებში გინდა ჩასვა ეს ტექსტი, რომელიც ძალიან კარგად ჯდება თან ამაში, ხო? ვიღაცისთვის ეს არის აი ღმერთობას რომ მოინდომებ, როგორ დაისჯები. შენივე გამოძერწილი ადამი და ევა როგორ დააგსჯიან, ხო? ვიღაცისთვის ეს არის რაღაც მაშინდელი კონტექსტი, აი მეცნიერების უეცარი გათავხედება და შეაფრენა და მე აი ესეთი შედეგები გაუთვალისწინებელი რაც მივიღეთ. და აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ალბათ ისიც, რომ ის თვითლიკვიდაციას მიმართავს. ვიღაც სხვა კი არ კლავს. სინამდვილეში მას საფრთხე საზოგადოებიდან კი საზოგადოება მიიყვანს უბრალოდ მას, აი როგორც მხეს ზიუნა შედენო რაღაც ხაფანგში, მიიყვანს იქამდე რომ ის თვითლიკვიდაციისკენ მიდის ხო ბოლოს. კი, ზუსტი სიტყვები არ მახსოვს, მაგრამ ეუბნება იქ ვიქტორს, როცა კონფრონტაცია აქვს, რომ მე დავიბადე მქონდა იმის უნარი, რომ შემყარებოდა ვიღაც და ყოფილიყავი კეთილი და ეს გარემო მაქცევს ბოროტად. და სხვათა შორის თავის თავს ხშირად ადამიანად არ მოიხსენიებს. He never calls himself human არ ამბობს თავის თავზე. ყოველთვის მონსტრად ან wretched ან გაუბედურებულად აღიქვავს თავის თავს, მაგრამ აი ამ რაღაც ლექციასავით რო უტარებს ვიქტორს, იქ უკვე ყველა ადამიანზე გადააქვს. რომ ყველა ადამიანი თავის გარემოს გამო შეიძლება გახდეს ბოროტი და ჩაიდინოს რაღაც ისეთი, რაც რეალურად როცა იბადება, მაშინ არა აქვს. სინამდვილეში არც მაშინ იყო დადგენილი მეცნიერებით, ეს მოგვიანებით დადგინდა. დოკინს აქვს ამაზე ძალიან კარგი წიგნი, თითქმის ყველა გადაცემაში უწევ ხოლმე პოპულარიზაციას გენზე ზოგადად შეიძლება ამ კაცის პოლიტიკურ შეხედულებებს არ ეთანხმებოდეს ვინმე, მაგრამ რომ ადამიანი არიბა, როგორც მეფისტოფელი პირიქით ამბობს, ბოროტის ქნა მინდოდა და კეთილი გამომდიოდაო. და ფრანკენშტაინის მონსტრი ამტკიცებს, რომ გარემომ გახადა ასეთი მიუღებლობამ, გარიყვამ, მუდმივმა სტრესმა და ეს ასეც არის. სინამდვილეში ადამიანი არ იბადება არც კარგი და არც ცუდი. ის მასში არის ორივეს პოტენციალი. იყოს ეგოისტიც, იყოს ალტრუისტიც. და თუ შესაბამისი გარემოა ორივე თვისებებს ავლის. როდესაც შენ ადამიანს მუდმივად აჩვენებს სიძულვილს, რა თქმა უნდა, ის იმას არ ეცოდინება, რას ნიშნავს ნამდვილი ემპათია, რომელიც ასევე დაკავშირებულია ინტელექტთან, ხო? და შეიძლება ჩვენი თავისთვისვე იყოს, არა მათთვის კარგი, რომ კარგად მოვექცეთ განსხვავებულ ადამიანებს, ჩვენთვის იყოს ეს კარგი. ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ჩვენი ნერვული სისტემისთვის, თუ მაინდა-მაინც ეგოისტები ვართ, ამას გვეუბნება მეცნიერება, რომ თქვენთვის გააკეთეთ ეს, რომ რაც შეიძლება მეტი მიმღებლობა იყოს იმისი, რასაც შემოქმედი ქმნის თუ თავისით იქნება, არ იყოს დევნის და რაღაც თვითლიკვიდაციისთვის განწირული. ხო, კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, რაც არ უნდა სცადო რომ გარიყო შენგან ის, რაც
არ მოგწონს და რაც გეზიზრება ნაწილია ხშირად და ყოველთვის შენი ნაწილია ჩემი აზრით, იმიტომ ზუსტად ამიტომ არის ეს რაღაც, ამიტომ წარმოადგენს საფრთხეს, იმიტომ რომ მართლა რო იყოს რაღაც სხვა აბსოლუტურად განცალკევებული, მაშინ არ გექნებოდა პრობლემა ის იარსებებდა როგორც თავისთვის, შენ იარსებები შენთვის, მაგრამ შენ გეშინია რომ ის შენ შეგსulis, იმიტომ რომ აქვს ამის პოტენციალი. აქვს ამის შენ ხედავ შენ თავში ზუსტად იმას, რასაც ზიზღით უყურებ. და ხა შეიძლება ძალიან ბუდისტურად გამოდის, მაგრამ ყველანი რაღაც ერთი არსებობის ნაწილები ვართ, ხო, რაღაც. ბუდისტურად კი არა, ჩვენ თუ გვეცოდინება, მე ამას მეუბნებოდა ხოლმე ცოტნე ჯავახიშვილი. გარდაცვლილი ჩემი მეგობარი, მეცნიერი, ბიოლოგი, რომ შროშანას და ადამიანსაც კი ქრომოსომების რაღაც რაოდენობა აქვს, უბრალოდ გენომის ასოების რაღაც რაოდენობა აქვს ერთნაირი, ასე რომ სულ რომ ვერ წარმოგვიდგენი, ისეთ არსებებთან გვაქვს საერთო. ანუ ჩვენ მართლაც ვართ ერთი მთლიანისგან ესე დეკონსტრუირებული ნაწილები, ასე რომ იმაზე მეტად გავართ. არა თუ ადამიანები ერთმანეთს, ზოგადად ცოცხალი ორგანიზმები. მაგრამ ხო რაღაც ცოცხალ ორგანიზმებს და ნახევრად ცოცხალს ვებძვით ხოლმე, რომელიც საფრთხეს გვიქმნის. უბრალოდ საფრთხის იდენტიფიცირება არასწორი. ხა ბაქტერია შეიძლება ებრძოლო, იმიტომ რომ სხვაც არის და საშიშიც არის და შენი დამარცხება უნდა, მაგრამ განსხვავებული შენიანი არ არის საშიში. პროპაგანდის მთელი ხიბლიც ბჭყალებში იმაში რომ შეგაშინოს იმით, რაც არ არის შენი, რაც არ არის საშიში და მტერი კი არ დაგისახოს, მტრის ხატი გააკეთოს. ეს მტრის ხატი როგორც წესი არ არის მტერი, ის არის სულ სხვა აქცენტი და სულ სხვა რამ არ არის ნამდვილი მტერი ყოველთვის პირიქით. ცდილობს რომ როგორც შენზე მზრუნავი მეგობარი ისე პოზიციონირდეს, ხო? და აი აქაც ჩვენ მონსტრს რითი ვიცნობთ თავიდან. შეუძლებელია მის მიმართ სიმპათია გაგიჩნდეს, იმიტომ რომ ბავშვის ყველობით იწყებს, ხო? აი ეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მერი შელის ახალი გარდაცვლილი ყავდა შვილი, მაშინ უილიამი. და ეს ალბათ რა თქმა უნდა აისახებოდა წერის დროს ტექსტზეც. ჩვენ ნახავთ, რომ შეუძლებელია გაგიჩნდეს რაღაც ემპათია აი ამ მონსტრის მიმართ, რომელიც ბავშვს ყავს, მე ამის გამო ისჯება ოჯახის ძალიან ახლობელი ქალი, ხო? იმიტომ რომ ჩამოახჩობენ იმის გამო, რომ სიკვდილით დასჯიან, იმის გამო რომ დაბრალდება და შეუძლებელია ემპათია გაგიჩნდეს. როგორ ვფიქრობ, რატომ აკეთებს აი მერი შელი ამას, რომ თავიდანვე აი იწყებს, შეუძლებელია ახლა შეგაყვაროს ამ მონსტრმა თავი. ანუ მე არ მგონია რომ ეს მისდამი სიმპათიით ყავდა ეს გმირი ჩაფიქრებული. არა, უფრო მარტივი იქნებოდა მაგალითად რომ დაეწერა ისეთი მონსტრი, რომელიც მხოლოდ კეთილია და არაფერს უც არ აკეთებს და უბრალოდ უშნოა და ამიტომ არის გარიყული. ხო არ ჯობდა ჯერ ვინმეს დაეჩაგრა და მერე მოეკლა ბავშვი. ვინმე დაჩაგრა უკვე. ანუ სანამ ჩვენ უბრალოდ სხვა ქრონოლოგიით ვიგებთ ამ ამბავს, მაგრამ სანამ მოკლავს ბავშვს უილიამს, მანამდე რაღაც სოფელში ჩადის, სადაც გამოეკიდებიან და ურტყავენ. მერე ის ფრანგი ოჯახი კივილით გაიქცევა, იმიტომ რომ ეშინიათ. და ამ ყველაფრის დასაწყისში არის ის, რომ რეალურად მისი შემქმნელი და მამა, შობელი, ზრუნვას არ გამოხატავს მის. და რაც თავარი ეს არის არა იმ ხალხის დასჯა, არამედ იმ მამის, ვიქტორ ფრანკენშტაინის დასჯა. აი რადგან ასეთი შემქმენი და შენ არ იღებ პასუხისმგებლობას, ეს არის მამის მკვლელობა. ანუ აქ ძალიან ბევრი ასეთი აზრით შეიძლება დავინახო. ნუ ვიქტორის სიტყვებით იგებ რა ხდება. და გესმის მთლიანი წიგნის განმავლობაში ეს ადამიანი როგორ ამბობს, რომ კი მე შევქმენი ეს ჩემს გამო არის და ბოლოს მაინც აყურებს, მაგრამ მე ჩემ ბრალი ხომ არ არის რეალურად. ანუ ყოველთვის მოსდევს, რომ ინგლისურად ამბობს I am guiltless. ჩემი არანაირი ბრალი არის თუმცა რომ მე უნდა გამოვასწორო ეს ყველაფერი, მაგრამ მე არ გამიკეთებია. იქაც ახლა ჯასტინს რო კლავენ,
არანაირად ამბობს, მახსოვს ამბობს, რომ რა ქვია, აი ამ გოგოსთვისო კი როგორ რთული არისო ეხაო, რომ სიკვდილით დასაჯესო, უნდა დასაჯო, მაგრამ მე როგორ მტკივაო, ამასო ვერც გაიგებსო, მე ისე მტკივარ. და თან მანდ არის ზუსტად პირველი ეს სინდისიერ არჩევანს როცა აკეთებ შენს გამო დაისაჯოს. სხვა რეალურად აი ეს გოგონა ისჯება ვიქტორ ფრანკენშტაინის გამო და ის არც კი ამბობს სიმართლეს, ხო, სინამდვილეში რა მოხდა, რომ ეს მისი ნახელავია, ირიბად მისი მოკლულია, ხო? არც მის მიმართ. ამიტომ არ არის აქ არანაკლები მონსტრია, ეს ჩანს ძალიან კარგად, ხო? კი, თავიდანვე ჩანს, აი თავიდანვე ეს კაპიტანი როცა ხედავს, რომ წყალშია და ამოყავთ თავიანთ გემზე, იყენებს სიტყვას creature არსებას, რომ ეს არსება დასუსტებული, არსება გიჟური თვალებით, რომ თავიდანვე ჩემი აზრით შეგეუბნება, რომ რეალურად არანაირი განსხვავება არ არის ამ ორ არსებას შორის, ორივეს აქვს პოტენციალი, რომ ეს გააკეთოს და რომ რეალურად უფრო მოეთხოვება შემქმნელს რომ იზრუნოს იმაზე, რასაც ქმნის და თუნდაც აი ჯასტინის რომელიც დაბალი უფრო ღარიბი ფენის წარმომადგენელი არის მაგალითად იმაზეც იზრუნოს და მე თვითონაც დაბრალდება თავისი მეგობრის სიკვდილი და იქ აბსოლუტურად ძალიან მალე თავისუფლებენ იმიტომ რომ ფული აქვს და მამა ჩამოდის და აი ეს რაღაც სოციალური დეტალები ძალიან კარგად ჩანს მაგრამ თავარი მაინც არის ის რომ ჩვენ შეგვიძლია ახლებური ინტერპრეტაციით წავიკითხოთ ტექსტი მე ხა გადავიკითხე სანამ ჩვენ შევხვდებოდით ერთმანეთს სულ სხვა რაღაცეები მომხვდა თვალში ვიდრე თავის დროზე უბრალოდ როგორც რა ვიცი აი გასართობი ლიტერატურას ავით წაგიკითხული აი მონსტრი მოიგონის მაშინაც მაინტერესებდა რომ აი მცდელობები იყო მკვდრის გაცოცხლების ალბათ ეს არის სურვილი აი ახლა ვნახე ზუსტად ის რომ სინამდვილეში ვინ მონსტრია და ვინ მონსტრის ხერხი არ ვიცით ყველა ხო ზოგადად მონსტრი როგორც ასეთი არ არსებობს თუ არა მონსტრი არსებობს ფსიქოპატების სახით მაგრამ ეს უნდა განსაზღვროს კანონმა და სასამართლომ და არა საზოგადოებამ ანუ მონსტრობა, რა თქმა უნდა, არის ასეთი დევიაციებიც არსებობს, მაგალითად, როცა უბრალოდ სერიული მკვლელია და რაღაცა თავის კონცეფცია აქვს და ასეთი ადამიანები არიან, მაგრამ მათზე რაღაც რთული, სიღრმისეულის დაწერა შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს რაღაც ცალსახა ბოროტება, რომელიც კანონმა უნდა დასაჯოს და გასარკვევიც არაფერია. მაგრამ მონსტრი, რომელსაც ჩვენ ვქნით ჩვენი ხელით, ან შემოქმედი ქმნის და იქ მე ძალიან კარგად მოხდა, რომ სახელი მგონია რომ მე იმდენად ჭკვიანი იყო სახელი სპეციალურად არ დაარქვა რომ ფრანკენშტაინის სახელი გამხდარი იყო მონსტრის სახელი ეს არ არის შემთხვევით არა მეც ესე მგონია რომ ძალიან სწორად გამოვიდა ეს ყველაფერი რომ დღემდე ფრანკენშტაინს რო ახსენებ გახსენდება ის ურჩხული კი და ბევრს გონია რომ მას ქვია ეს და არა მონსტრის შემქმნელს მოკლედ ფიქრობ ძალიან ბევრი რეჟისორისთვის ეს ინსპირაციის წყარო ზუსტად იმიტომ არის რომ აი რაღაც ბევრი აზრი და ბევრი შეხედულება გიყალიბდება ამ ხრივ საინტერესოც არის რომ არ გავს ტექსტს არ მიყვება არც ერთი ეკრანიზაცია და როგორი წარმოუდგენია მონსტრი ხოლმე რეჟისორს ამაზე დაკვირვებაც საინტერესო მე არ მაქვს ჯერ დელ ტოროს ფილმი ნანახი რამდენიმე ფილმი მომწონს მისი თუმცა ისიც აი ძალიან ისე რბილად რომ თქვათ არ არის ჩემი საყვარელი რეჟისორი მაგრამ ამის უფლებაც უნდა კონდეს ყველა კითხველსაც რეჟისორსაც და მწერალსაც როგორც უნდა ისე გაიგოს ჩვენ ასე გავიგეთ რომ მონსტრი მონსტრობის მონსტრობას უნდა გადავხედოთ და არის მონსტრობა ესეც გადავიაზროთ ძალიან დიდი მადლობა ნუცას
ძალიან საინტერესო იყო. ჩემთვის ყოველთვის საინტერესო ახალგაზრდები რას ფიქრობენ, იმიტომ რომ მომდევნო ჩვენი საუკუნის ძალიან დიდ ნაწილს თქვენი თაობა განსაზღვრავს როგორი იქნება და ვინ იქნება კვალიფიცირებული მონსტრად. აი ამ დარჩენილ წლებში დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენ სპონსორს მთისწყალს და გელოდებით შემდეგ კვირას. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ.